მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ტექნიკური ხარვეზი აღმოფხრილია და მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გესაუბროთ. ამ მომენტისთვის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები. არა აქვს მნიშვნელობა ეს ჩრდილოეთით გაიხედავ, აღმოსავლეთით გაიხედავ, სამხრეთით გაიხედავ თუ საით. ყველგან მნიშვნელოვანი მოვლენებია და ქვეყნის შიგნითაც თავისთავად. ახლა ჩვენ დაჩლუნგებულ გამოჩნდებულ საზოგადოებას ნაცად ქოცად როა გადაკეთებული ეს ყველაფერი ნაკლებად ადარდებს. მე ამ კატეგორიაზე მაქვს საუბარი, რომელიც ვერ აღზროვნებს და დაბინდული აქვს თვალები. ღარიბაშვილის მოსვლა, წასვლა აინტერესებთ. ეგ არ არის ჩემი ვიდეო ლაივის თემა. ესა ქოცური, შიდა ქოცური პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, კარგად ვიცი რაც ხდება, დღეს უფრო მნიშვნელოვან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეზე მინდა გესაუბროთ. და ავიც ამასაც შევეხოთ თუ გნებავთ ბოლოსკენ, ვისაც გაინტერესებთ. ამიტომ სხვა თემასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. არც უკრაინის თემა არ არის ახლა ამ წუთში ესე სწრაფად განხილვის საკითხი. იქ დიდი პროცესები მიმდინარეობს, გამოჩნდება ამ დღეებში ბევრი რაღაცა. მაგაზე ცოტა ცალკე და დეტალურად ვისაუბროთ. მე მინდა დღეს გესაუბროთ ერთ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სავიზო პოლიტიკა ქვია. ეს დღეები იყო ატეხილი მთელი ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი თურმე ევროკავშირი გვიხსნიდა ვიზებს, არის თურმე ეს მოსალოდნელი და ეს თურმე ერის დიდი მონაპოვარი ყოფილა. ჯერ ამაზე იყო ერთი წივილკივილი ატეხილი, მერე გახდა ცნობილი ინფორმაცია გამოვიდა, სადაც აქ იყო მითითებული ქვეყნები, მეც მქონდა ჩემს Facebook გვერდზე დადებული. ანუ საქართველოს კიდევ 17 ქვეყანასთან, ესე იგი მოახდინა ვიზების მოხსნა, ესე ავღანეთის რესპუბლიკა, სომალი, სირია, რა ვიცი, ბანგლადეში და რაღაც მეოთხე, მეხუთე, რა ქვია, სამყაროს ქვეყნებიო, ასე რომ იტყვიან. უვიზო მიმოსვლის საკითხი დადგა, ესე იგი თურმე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები უვიზო ჩემოდიოდნენ საქართველოში. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია აღშფოთება ქართულ საზოგადოებაში. ახლა ქოცებმა ატეხეს წივილკივილი, რომ თურმე ეს მთლად ასე არ არის, მოკლედ ეს ტყუილი არის, მოკლედ ეს არაფერი ტყუილი არ არის. თვითონ მექანიზმი არის ამ ყველაფრის ისეთი, მე არ მიყვარს ესე ჰაერზე დაბრალება და ახლა პოპულისტური ამბები ვტეხო, რომ აი და უცებთა მთელი პაკისტანი აქ ჩამოვა და ყველას მოუხსნეს ვიზები. ეგეთი სიტუაცია არ არის, გარკვევა უნდა ამ ყველაფერს. მოკლედ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ინფორმაცია, აი ამ მეოთხე სამყაროს ქვეყნებისთვის ვიზების მოხსნა არის შემდეგნაირი პროცედურით. როგორც ვიცი, მათ უნდა გააჩნდეთ თავიანთ პასპორტში გაერთიანებული ემირატების ვიზა, სადაც ესენი კისრისტეხით დარბიან და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ავღანეთის მოქალაქეების სავიზო პოლიტიკა, ბანგლადეშის მოქალაქეების სავიზო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ისინი აიღებენ ვიზას ემირატებში და ემირატებში აღებული ვიზით შემოვლიან საქართველოში. იმ მიზნით, რომ ემირატები კარგად ფილტრავს საკუთარ ტერიტორიაზე მოსახლეობის შემოსვლას, უკვე საქართველოში ვიზა აღარ დაჭირდება, ვისაც ექნება ემირატების ვიზა, ის შემოვა საქართველოში. და აქედან გამომდინარე, ღარიბი და ღატაკი და უპატრონო და ესეთი და ისეთი ვერ აიღებს ამ ქვეყნებიდან ემირატების ვიზას, თუ აიღებს, იქნება ვიღაცა მდიდარი და ეს მდიდარი თუ აიღებს ამ ვიზას, რა თქმა უნდა, ჩვენ ფულიან გადამთიელებს მივესალმებით საქართველოში, რა თუნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ საინტერესო არის ვინ არიან ეს ფულიანი ქვეყნები, ქვეყნების მოქალაქეები. ესე რომ ვთქვათ, ავღანეთზე და პაკისტანზე არაფერს ვისაუბრებ, ესაა ტერორიზმის ბუდე და რადიკალური ისლამის ბუდე, ამას ახსნა განმარტება არ ჭირდება. ასევე სომალი, რომელიც განთქმული არის მთელ მსოფლიოში თავიანთი მეკობრეობით და დაუმთავრებელი ომით, რომელიც ძალიან
დიდი ხანია მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, ნუ აჰა, კორდიუარები და ეს საშინელება, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ფული თუ გაგზმაო, ფული ანუ უცხოელ საქართველოში ტაშფანდურით ელოდებიან და იგივე ბანგლადეში რო ავიღოთ, ხო, სიტყვაზე გაჭირვებული, გავატაკებული ქვეყანა, მაგრამ იქაც არის კასტა, ფულიანების კასტა. ცნობისთვის ბანგლადეში მაგალითად რუსეთზე ორჯერ დიდი არის მოსახლეობით. ხო. ამიტომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც ფული გააჩნიათ და ახლა ვიზის მიღებას უპრობლემოდ შეძლებენ საშუალო დონის მაცხოვრებელი მაგალითად ბანგლადეში და პაკისტანში და ასე შემდეგ ეს გამოვა თუ ამ ქვეყნების ერთად აღებული რაოდენობა დაახლოებით წარმოადგენს სადღაც 1.5 მილიარდ მოსახლეობას თავიანთი რესურსით, ახლა მოსახლეობის რესურსით, რო აიღო ეს ბანგლადეში, პაკისტანი, ავღანეთი და ეს ამათი ერთად აღებული შეძლებული ხალხის რაოდენობა, ვისაც საქართველოში სიტყვაზე ჩამოსვლა და უვიზოდ ყოფნა დაჭირდება, ეს იქნება დაახლოებით მივეცით ახლა საშუალება 100 მილიონ ავიცი რარჯულის ადამიანს საქართველოში შემოვიდეს უპრობლემოდ დაუბრკოლებლად და ახლა მარტო ამ ქვეყნებიდან რო 100 მილიონის მოსახლეობას აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება უპრობლემოდ იქ სხვა ქვეყნებზე ხო უკვე ლაპარაკი არა ჩინეთზე, ინდოეთზე და ესე შემდეგ. მოკლედ გადებულია ქვეყანა. ჭეშმარიტად აღდგა ქალბატონო ნაზიბროლა, ყველას მოგილოცავთ კიდე ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იქ კომენტარებში დამიწერეს რომ რატო არ პასუხობო ვერ ვახერხებ ახლა ყველას გიპასუხოთ კიდე ერთხელ გილოცავთ და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ მრავალს დაესწარით და ბოდიში იხდით რომ ყველა კომენტარში ჭეშმარიტად ვერ გიწერთ არ გეწყინოთ. მოკლედ ეს სიტუაცია ეს ჩათვალეთ რომ პლუს 100 მილიონი დაემატა საქართველოს ესე იგი ვიზიტორები ვისაც უფლება აქვს საქართველოში შემოსვლის აღარა უკვე ჩინეთზე, ინდოეთზე, ახლა რუსეთზე ევროკავშირზე და ამერიკაზე და ამაზე ხო არ ანუ ყველასთვის არის კარები მოღებული ღია. ეს პოლიტიკა მიმდინარეობს და რაც არ უნდა გულის ამრევი იყოს და რაც არ უნდა საზიზღარი იყოს ტყუილები, რომელიც ვრცელდება საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურებიდან, აი ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ეს გულის ამრევი ტყუილი, რომელი გულის ამრევი ტყუილიც საქსტატის ოფიციალურმა სააგენტომ გამოაქვეყნა, ესე იგი თურმე საქართველოში მოსახლეობა 2025 წელს შეადგენს 3.700.000 და ანუ 9,000-ით მეტია წინა წლებთან შედარებით, ანუ დაახლოებით 10,000-ით მეტი არის მოსახლეობა საქართველოში გაზრდილი, ვიდრე წინა წლის მაცხოვრებლებთან დაკავშირებით. შევედი მე გადავხედი ამ ინფორმაციას, რომელსაც IPN-ი ავრცელებდა, დაწერილია მთელი ბოდვა, ბჟუტური, რომ ამდენი ქალი მეტია, ამდენი კაცი მეტია, ამდენი ასაკისა 100 ქალზე 93 კაცი მოდის და ესეთი საგიჟეთები დაწერილი და არსად არაა დაწერილი რამდენი ეროვნების სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. არ წერია ეს. ეროვნება ჩვენ არ გვჭირდება. არ გვჭირდება და ამას არ უთითებენ. საქსტატი არ უთითებს. არ ვიცი ახლა მე დეტალურად შევალ ერთი და დავათვალიერებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ სადმე აქვთ მითითებული ქართველი ეროვნების რამდენი. ახლა ქართველი ეროვნებისას ესენი თუ ჩაწერენ ჩინელი, რომელსაც სიტყვაზე წერეთლის და ჭავჭავაძის გვარი მიწეს, ეს ალგე საკითხავი ამბავი არის კიდე, მაგრამ იმიტომ გაყალბება ასეც ხდება. მაგრამ როგორი უსინდისო, როგორი დებილი და როგორი მატყუარა უნდა იყო, რომ საკუთარ მოსახლეობას ატყუებდი ასე, როდესაც ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ქართული მოსახლეობისგან დაიცალა და თურმე საქართველოში მოსახლეობა გაიზარდა პირიქით დაახლოებით 10,000-ით. და 10,000-ით ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა? აი მე გეკითხებით, აი კოცებს გეკითხებით. ვის ხარჯზე გაიზარდა 10,000 გამოაქვეყნეთ ეროვნების მიხედვით, რა ეროვნების ხალხის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა? ვისზე? და აქ როდესაც წერენ რომ 10,000-ით გაიზარდა იმასთან შედარებით, აქ თავისთავად ვაკუუმს ტოვებენ იმას, რომ
10,000-ით გაზრდა კი, მაგრამ ქართული მოსახლეობით რაოდენობით როგორ შემცირდა მოსახლეობა და ის ცალკე ამოსაკაი ეს 10,000 ცალკე საკითხია. ცალკე საკითხია, პლუს 10,000. მაგრამ აი ამ 10,000-მდე რო ამოივსო კიდე ქართველებით დაცლილ ტერიტორიაზე რა რჯულის ადამიანებმა მიიღეს საქართველოს მოკალაქეობა, რა რჯულის ადამიანები დამკვიდრდნენ საქართველოში, გამრავლდნენ, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ, რომ გამრავლება და ისა რა ქვია, ოჯახების შექმნა საქართველოში შემცირებულია, ემიგრაცია სასწაულად კატასტროფულ დონეზეა გასული. აი, ასეთი ტყუილი შეიძლება, აი ესეთი ნაგლი ტყუილი, აი ქოცებო. რატო ხართ ასეთი ცინიკოსები, ბიჭო, აი ნაცზე უარესები თუ არა ხართ, ბიჭო? ნაცზე უარესები თუ არა ხართ? ასე გველურად, ბიჭო, ასე მოტყუებით, ასე იმით ერის გადაშენებას და ყველა ხართ ჩუმად. და ეხლა ეს ამბები რო არ ატყდეს, და ეს წივილკივილი რო არ იყოს, უცებ ამ ფონზე ღარიბაშვილი მიდის პოლიტიკიდან. ამ პოლიტიკაში ყოფნით რას აკეთებდა, ამ პოლიტიკიდან წასვლით რას აკეთებს. ჩემო ძმაო, ირანში მცხოვრებ ქართველებს აძლევენ კი არა, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს წავიდნენ და თქვათ რუსეთში ცხოვრობენ და რუსული პასპორტი აქვთ და ან გინდათ ბელორუსიაში ცხოვრობენ და გინდა რომელიმე ქვეყანაში არიან, ეროვნებით ქართველები, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში, მათ არ აქვთ მოქალაქეობა, მათ შვილებს არ აქვთ მოქალაქეობა და არა მარტო ქართველებს, თქვა შეიძლება ოსი იყოს კაცი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს დაბადებული, გაზრდილი, მისი წინაპრები აქ ყავდეს და იმას უნდოდეს საქართველოში დაბრუნება და საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება, იმას არ აძლევენ. არ აძლევენ. უამრავი შემთხვევაა. ვისაც თაობები აქვს საქართველოში ნაცხოვრები. და არა, ნუ ახლა ფერეიდნელ ქართველებზე ზედმეტი არის საუბარი, ხო? აი, კარგად დააკვირდით, შეხედეთ, რამხელა ტყუილებზე არის საუბარი და ეხლა ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვიჯდეთ და არა, კაცო, საქსტატის მონაცემებით გაიზარდა, სადაა ეროვნება? სადაა ეროვნება, ეროვნების გრაფები? რა ეროვნების ადამიანებს აქვთ? მე ვიცი, ჩინელები არიან მაგალითად იმერეთში დასახლებული, რომლებსაც ქართული გვარები აქვთ. სახელები და გვარები გადაკეთებული აქვს, ქართული პასპორტები აქვს მიცემული, ჩინელია. ეროვნება არ წერია. ქართველია ისა? ხო, აი ესეთი გველური პოლიტიკა აქვთ ამათ, გაიგეთ? აი ესეთი და მე რას გეუბნებით, იცი, ყველა ხართ სამშობლოს მოღალატე. ვინც ახლა გამოდიხართ და ამ პოლიტიკას ამართლებთ საქართველოში, რომ თურმე ეს ისე იმიტომ უნდა მოხდეს, რომ ომი არაა ქვეყანაში და ნაცები არ მობრუნდნენ და ღმერთმა დაალოცოს ბატონი ბიძი, თქვენ ხართ ყველა მოღალატეები. თქვენ გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა. თქვენ ხართ ქვეწარმავლები, ჩვეულებრივი ქვეწარმავლები ხართ. თქვენ ერის გენოციდის ხელშემწყობები ხართ. თქვენ არა ხართ მოტყუებული ხალხი. მოტყუებული ადამიანი სხვა არის. თქვენ ტყუილის თანამონაწილე მოღალატეები ხართ. არ გიგძრავთ ეს, თქვენ არანაირ განცდას არ გაძლევთ. რომ აი ესე ნაგლად გატყუებთ, ის თქვენი რჩეული პარტია, ის თქვენი რჩეული ლიდერი და თქვენი დასაფსები თვალებით ვერ ხედავთ, რომ საქართველოში მოსახლეობა განადგურების და ამოწყვეტის პირასაა და რომ ქართველებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიას სხვა რჯულის ადამიანები იკავებენ? თუ ამის გჯერათ რომელიმეს ჩამოყალიბებულ უსინდისო უნამუსო გორის შვილს, აი ამის გჯერათ? ამის რამდენს გჯერათ ახლა გეკითხებით, რომ ესე იგი ეკონომიკური ზრდის მხრივ, თურმე და ცხოვრების გაუმჯობესების და სყიდვის უნარიანობის მხრივ, ესე იგი 21 ადგილზე ვართ საუკეთესოდ. დააკვირდით თან? დააკვირდით ხალხო თან? ყვითლად გახაზული ამათი მატყუ არა. გამოდით ახლა ერთი და მითხარით კიდე ვინმემ რატო აგინებო? მითხარით ახლა რატო აგინებ ბატონ ბიძინას, შენ როგორ არავინ არ მოგწონს, აბა რა გინდა, მედი თქვით, თქვენი გამზდელი მოვწყან ახლა თქვით. ამას რო უყვიროდით ჩვენ გინდა 2015, 16, 17, 18, 19, 20 წლიდან მოყოლებული იქ საქართველოში ერთი ამბები რო იყო. თქვენ ხო ამბობთ, აცალეთ ბიძინას. აცალეთ, ბიძინა გადამრჩენელია. მე რა მოხდა სამება აგიშენათ. აი ახლა ვინმეს ჯერა, ვინმემ გამოდით ახლა და გამეცით პასუხი კაცო.
გინდა ეს სავალუტო ფონდი იყოს, გინდა რა იყოს, ახლა მიშას პიარების მერე რომელი პიარი უნდა გაგიკვირდეს, რომ ყვაოდა საქართველოს თურმე მიშას პერიოდში, რომელ რეიტინგებში არ უნდა სოფლიოს სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ თურმე საქართველოს 21 ადგილზე არის სოფლიოს საუკეთესოთა შორის. მართლა ასეა ჩვენი საქმე? კაი, მე არა ვარ საქართველოში, მაგრამ თქვენ ხო ხართ საქართველოში? მართლა ასეა ჩვენი საქმე? მართლა ამიტომ ორბიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, რომ ასე გამდიდრდა, ასე აყვავდა საქართველოს და ასე წინ მივდივართ თქვენ, კაი ხალხო და ეს უბრალოდ ჩვენ ეროვნებით ქართველები, ვინც ვართ, დებილები ვართ, ჩლუნგები ვართ, შტერები ვართ და ქვეყანაში არ გვინდა ცხოვრება და გამორბივართ სხვა ქვეყანაში? მართლა ასე არის საქმე? მითხარით ბიჭო, იქნება მასია, ყოველ დღე მაქვს საქართველოში კონტაქტი ნათესავთან, მეგობართან, ოჯახის წევრთან, ახლობელთან, ისე გამომწერ ადამიანთან. მართლა ასეა? რა გინდა ძმაო? გინდა თქვენ ამ ტყუილში ცხოვრება და გაგრძელეთ ცხოვრება. აი ახლა რომ მოვა ეს არჩევნები, აგერ მოვა კიდე ხო? ვაიმე, ნაცები ხო არ მობრუნდება? ნაცები ხო არ მობრუნდება? წოდით 41 მოხაზეთ. მოხაზეთ 41. ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა მიშა მოგვაშორა. და ხო მაგრათაა ქვეყნის მდგომარეობა, ცოცხს ვარ გთხრიან ქუჩაში ვარ კლავენ. ხო ხართ კმაყოფილები? ხო ხართ ბედნიერები? ხო გაგიმეზობლდათ პაკისტანელი, ავღანელი, ბანგლადეშელი, ინდუსი, ჩინელი, აგერ ახლა 6 მილიარდიან არაბულ ინვესტიციას, აბა ვინ ხალხი მოყვება ამ ყველაფერს? ხო იზახო და ის დიდი არა სააკაშვილი ვერ ახერხებთ ამდენს რა. არ ქონდა სააკაშვილს ამის არც ნიჭი. არც უნარი, არაფერი არ ქონდა. ამბობდა კაცო პირდაპირ, რომ ჩვენო სინგაპურად უნდა გადავაქციოთო ქვეყანაო და პირდაპირ ჩეხავდა ამ ქართველობას და ქართულ სისხლს და მას და ასე შტერულად რა დაუმალავი მტერი იყო ქართველობის და საქართველოში. ქართველების და საქართველოსი რა. დააკეთებდა ამ ყველაფერს. ბიჭო, აგერ რა თქინდა ახლა სააკაშვილი ამიტომ იყოს. მოვიდა აგერ ბიძინა, მოგცა აგერ ფული, გასვა, გაჭამა, აგერ ზოგ-ზოგი ერთებს დაგისაქმა, ვიღაცას ტენდერი მოაგებია, ვიღაცას სახელმწიფო სამსახურში დაასაქმა აქეთ, იქეთ და გააგრძელა სააკოვის დაწყებული საქმე. დაემგვანოს კაცო საქართველო, გინდა დუბაის დაემგვანოს, გინდა მას რა ქვია სინგაპურს დაემგვანოს. სინგაპურს, სადაც 13%-ია ადგილობრივი მოსახლეობა. სადაც 13%-ია ადგილობრივი მოსახლეობა და დანარჩენი არის მუშახელი და ჩასული. ჯო რო არა უკეთესი და რო არავინა საერთოდ რატომ მიდიხარ იმ არჩევნებზე? რატომ მიდიხარ? გამეცით პასუხი. თქვენ თუ არ ახართ იმ ტყუილის მონაწილეები და თქვენ თუ არ ახართ არ ახართ თქვენ მსხვერპლები. არ ახართ თქვენ მსხვერპლები, ვინც მიდიხართ არჩევნებში ღებულობთ მონაწილეობას. ნუ იტყუებთ თქვენ სისუსტეს, თქვენ უარგისობას ამით ნუ ამართლებთ, რომ სხვა მოსახაზი არაა. სხვა არავინ არაა მოსახაზი და საერთოდ არ უნდა აღიარო ეს არჩევნები და უნდა დაჯდეს სახლში. და არ მიხვიდე საერთოდ. თუ გინდა გამოსავალი, არა ახლა თქვენ როგორ გონიათ, იცი? მოვა ვიღაცა კეთილი ბიძია, მოვა ვიღაცა რომელიც შეკპირდებათ, ბევრ ამას ფული ექნება, სამართლიანი ექნება, კარგი გუნდი ეყოლება, გეტყვით იმას, რომ აი ბიზნეს კი რა მე მომეცით ხარ, თქვენ მიხვათ, მოხაზავთ, მეორე დღესვე დაიწყება საქართველოს აღმშენებლობა და იტყვით, რომ არ ხდება ძამია მას. არ ხდება, ამიტომ რისი ღირსიცაა ტყუილში მაცხოვრებელი საზოგადოება, რომელსაც არც ბრძოლა უნდა, არც შრომა უნდა, არც საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება უკვე აღარ ადარდებს. არა გაქვთ ამის განცდა. აუ ამ ჩემ ფეხებს ახლა შენ თუ არ გჯერა ჩემი რა, ძალიან ცალ ფეხზე მკიდია თუ არ გჯერა ჩემი, კისერი გიტეხია. ხმას არ გთხოვდე მოსაცემად და არ გეხვეწებოდე პარლამენტში ამირჩიეო და ჩემ პარტიას არ გთხოვდე, რომ მე კარგად გევიჩითო და იმუნიტეტი მქონდეს და ფული მედოს ჯიბეში და ჩემი პარტია ფინანსდებოდეს და ჩემი ოჯახი ფინანსდებოდეს და მადარდი არ ჩემს ფეხებს ახლა რა თუ არ გჯერა ჩემი. ვინც ხას გინდა იმის გჯეროდი, ასმის მე გეხვეწება ვინმე? ამომივლია რა ბრძენები რა. ვინც ხას გინდა იმის გჯეროდეს. აი გინდათ ასეთი ცხოვრება. გინდათ ასეთი ცხოვრება, რა ვქნათ, რა ქნას ახლა, რა ქნას ბატონმა ბიძინა მეტი გამოსავალი არ იყო, ასე ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბრძენი პატრიარქი და ეკლესია, აი როგორ აყვავდა საქართველოს, როგორ მიდის.
ესე მართლა ლომებს ვებრძოდით და ტურები და ჭიები და ყორნები გვჭამეთ. ამის ღირსია, იმიტომ რომ ეს თქვენი დამსახურებაა. ქსიამოვნებთ, არ ქსიამოვნებთ, არც ეს არ მადარდებს. არ მაგის დარდი რომ მქონოდა ამდენი ხანი სიმართლე ვისაც არ სიამოვნებს აი ამ ჩემს ფეხებს. თქვენ თუ ახლა რომელიმე გამოხვალთ მე და დამიმტკიცებთ იმას, რომ საქართველოში დემოგრაფიული აღმავლობა, რომ საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა კიდე ქართველი ერის ხარჯზე. ან თუნდაც არა ქართველის, მაგრამ საქართველოში მცხოვრები აბორიგენის. იგივე სომხები იყვნენ, იგივე აზერბაიჯანი, თუმცა იქ იზრდება, მაგრამ ამ რაოდენობით. საქართველოს შვილის ხარჯზე თუ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა. გავჩუმდები, ვიტყვი რომ აი ბოდიში პოპულისტი ვარ. თქვენ თუ ახლა გამოხვალთ ვინმე და მეტყვით იმას, რომ საქართველოში ისეთი კარგი ცხოვრება დადგა, რომ ისეთი კარგათაა საქმე, რომ სოფლიო გვაღიარებს, რომ 21 ადგილზე ვართ, აი აყლავებული. მაშინ გავჩუმდები, მაგრამ უნდა დამიმტკიცოთ ეს ყველაფერი. მაშინ უნდა გითხრათ მე, რომ აი ჩემს სიახლოვეში პენსიონერებს რატო არა აქვს წამლის ფული, რატო არა აქვს კამფეტის შვილიშვილისთვის კამფეტის შესაძლებლობის საშუალება, რატო არა აქვს ვიღაცას ელემენტარული საკუთარი ოჯახთან ერთად გადაადგილების წასვლის, მოსვლის, რატო? გაიზრდება ჩემო გიგა, ქუთაისაც გაზრდიან, დაასახლებენ ინდუსებს, ჩინელებს და პრობლემაა, გაიზრდება ახლა ის. ეგერ ქუთაისში ავტოქარხანაში ეგერ ჩინური სკვარი ზონა და ჩაასახლებენ ერთ 20,000, 30,000 ჩინელს და ქუთაისის მოსახლეობაც გაიზრდება. პრობლემაა. რა პრობლემაა? ჩინეთი პირიქით ადამიანების ექსპორტს ახდენს, იმიტომ რომ მილიარდ ნახევარია საქართველოს 3 მილიონი კი არა. ხო და თუ არ უნდა ქალბატონო დია არავის სიმართლე, ნუღა კრუსუნობს და ნუღა წუწუნობს. ტაში დაუგრა საქართველოს. თქვენ რას გიშვებათ ივანიშვილი, იცით? თქვენ რას გიშვებათ, იცით? ჰიჰი ჰაჰაში, თქვენი ტაშის ყრაში. გიყიდით ქვეყანას, გათახსირებთ, გიგوارებთ, გაშენებიებთ და მადლობას გალაპარაკებთ იქეთ. არ წევიდა ერი არჩევნებზე. ხო დადიხარ, მე შედალოცვილი, ვაგერ კაცო. ხო დადიხარ არჩევნებზე, ხო მიდიხარ აგერ არჩევნებზე, აგერ 34 წელიწადია, ხო დადიხარ, რა შეიცვალა? რა შეიცვალა? ბიჭო, რა შეიცვალა? მილიონჯერ ამაკ მაგაზე ნალაპარაკები და შენს გაგშოთია მაგი მონასმენი. და მეკითხები ისევეს. ის შეიცვალა, რომ რეჟიმს არ ექნება ლეგიტიმაცია. არ ექნება ლეგიტიმაცია. მერე იარე კაცო მომავალში თუ გინდა. ხო, აი ასე არის ჩემო კარგებო საქმე და ეს რისია, ესა ბედნიერი ერი. ეს არის ბედნიერი ერი. რომელსაც არაფერი არ აწუხებს. არაფერი არ აწუხებს. ჩართავს საღამოს თურქულ სერიალს და იმას უყურებს. მერე გადართავს იმაზე რა ქვია იმედზე, მერე გადმორთავს იმაზე რა ქვია TV პირველზე, მერე შევა Facebook-ზე და დაწერს რაღაცას და მაინც ბიზინა, მაინც აბა სხვა უკეთესი ვინ აქვს. ასეთ ერთს არაფერი არ უნდა ეშველოს. არ უნდა ეშველოს, თუ ერი ამ მდგომარეობაში არის, იმას არაფერი არ უნდა ეშველოს. ერთს რომელსაც გარანტირებული აქვს და ჩართული აქვს თვით ლიკვიდაციის მექანიზმი და ამას ვერ ხვდება და ევთანაზიური სიკვდილით სული ძურება, თუმცა რაღა ევთანაზიური სიკვდილი უკვე თვალშისაცემი არის, კაცო, თბილისი გავიდა ხალხი და დაარჩა ისა რა ქვია პანჯაპელი, დაარჩა ისა რა ქვია ადრე აბორიგენი თბილისის მოსახლეობა მაინც ცხოვრობდა, კაცო და წავიდნენ ქართველები და სომხები დავჭიდო, ნამდვილი თბილისელებიო, თბილისშიო იძახოდნენ და ახლა კაცო თბილისელი სომეხის ანატრებელი გახდა საძებნად გაიმსო ინდუსით და ჩინელით და პაკისტანელით და ამით და ამით რა გითხრათ მე და ამ ხალხს რა ადარდებს ახლა იცით ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია რომელიც მათხოვრული აზროვნება გამათხოვრებული ქართველის აზროვნება ჯერ ასეთ ვიზა ლიბერალიზაციას ბიო წესიდარიგი თავმოყარე ერი და თავმოყარე ქვეყანა არ მიიღებდა რატო არ მიიღებდა მე გეტყვით იმიტომ რომ არავის არა აქვს უფლება შენ რომელიც არ ახარ იმ ქვეყნის და იმ გაერთიანების წევრი შენ საზღვარზე დაგიყენოს ვიღაცა რარჯულის ადამიანი გინდა ის იყოს და გიკონტროლებდეს შენ მოქალაქეებს სად მიდიან რატომ მიდიან და გიწყვიტავდეს წავა ის ევროპაში თუ არ წავა
ასე არა. საბჭოთა კავშირს დაცინოდნენ ქვეყნიდან გასვლისო უფლებასო არ გვაძლევდნოდა. ამათმა ბიჭო, საბჭოთა კავშირის წევრი მაინც იყავ იმ გაერთიანების და ამათმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააყენეს საქართველოს საზღვარზე, რომლის კონსტიტუციური უფლება არ აქვს. და აკონტროლებიებენ საქართველოში ვინ უნდა მიიღონ და ვინ არა. და ამას ხალხს პროტესტი არ ქონდა. და ამას მიტირის ეს ყოფილა თურმე ერის მონაპოვარი. და ამ სამთვიანი მათხოვრული ვიზით როდესაც ჩამოდიხარ მათხოვრულად მოაზროვნეებო, მათხოვრებო. ტრაკი რო დაბანეთ გუშინ ვიღაცა ბერძენს, იტალიელს 50 ევროს გულისთვის და უკვე რო თავი ის რა ქვიათ, ევროპის ღირსეული მოქალაქეები რო გონიათ, აუი, ვიზა ლიბერალიზაცია არ გაგვიჩერონ, ოღონდ რო ყვირიხარ. აქ როგორ ხდებია? ვის არ კიდი ხარ ამ ევროპაში, ქართველი ხარ თუ ვინა ხარ? მათხოვრულ კაბიკებზე რაღაცა ყალბისაბუთებით გამუშავებენ როგორც მონას, რიგირდ, მუშას და ამითაც ხარ ბედნიერი. და ეს არ მომაკლო. ისე ხარ, ის კი არ გაინტერესებს, ქვეყანა დაგეწალა, გარბი ხარ. ნეტა ერთ დღეს მოკიდებდნენ სულ ყველას ხელს. ვინც არიან? გამოფანტული. ამ ევროპაში. და ერთიანად ყველა ქართველობას ჩაყრიან იმაში საქართველოში. ნეტა, მე მაინც მოეგებიან ჭუას. ქართველები რო ვიზა ლიბერალიზაციით წასვლა და არსებობა მე არავის არ უმტყუნებ ვინმეს არ ეგონოს, მე არავის არ უმტყუნებ, იმიტომ რომ ეს ხალხი არის გაწირული ხალხი მის ქვეყანაში და მის ქვეყნის გარეთაც. მაგრამ ასე რო არასდროს არაფერი არ გამოვა. ამას ხო უნდა მიხვედრა. და ნეტა ყველას ამ გაშიმშილებულ, დამშვეულ, გაზვალტყავებულ ქართველობას რო ჩაყრიან უკან, მათ შორის იმ ავადმყოფებსაც, რომლებიც ჯერ იქ საქართველოში გაწირეს, მე აქ გაწირეს. და იმ ავადმყოფის ოჯახის წევრებს, რომლებსაც სამადლოდ რო სხვა ქვეყნები მკურნალობენ და ესენი ვებიან უსაფრთხო ქვეყანა არისო და ჩვენო ევროპაში არავინ არ აქვს ესო ავადმყოფიო. აი იმათაც ვაიმე რო ჩაყრიან საქართველოში, აი მე იქნება ყველაფერი გემრიელთა. აუ, მე რო გამომიშვალა, მაშინებ ჩემო ძმაო, მე ხვალვე წამოვიდოდი, ჩემი ჩამოსვლით რო საქართველოში რამე იცვლებოდეს და აი ამ ჩემს ფეხებს რა დამხდება. აი ამ ჩემს ფეხებს რა ან მოიდამხდეს თუ გინდა ციხეში დასაყვანი იმას ჩემ ჩამოსვლით თუ რამე შევცვლი. რა შევცვლი მე ამ ბედნიერ ერში? რა შევცვლი? აი მწერდა ერთი რომ შენ რო ჭკვით ყოფილიყავი და ასე ყოფილიყავი არ მოგიწევდა სამშობლოდან წასვლა. ამ ჭკვით ყოფილში რა ითვლებოდა? ჩმორი უნდა ყოფილიყავი. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა, ხმა არ უნდა მოგეღო არაფერი. რაც მინდა თქვენნაირი ადამიანების გვერდით ცხოვრება, ვინც ასე ლაპარაკო. არც ვიცხოვრებს, მასე არ მიცხოვრია მთელი ჩემი ცხოვრება არასდროს. ვერ შევეგუე. და ვერ შევეგუები ვერასდროს. აქ მასე თქვენი ცხოვრების წესი და სტილია და იცხოვრეთ. რასაც გაგიკეთებთ, ივანიშვილი ყველაფერზე რო თანახმა ხარ და ბედნიერი რო ხართ. გააგზელეთ ასე ცხოვრება მომავალში. მე არა ჩემო ძმაო. არა. დიდი უბედურება თუ არ მოხდა ამ ყველაფერს არაფერი არ შეცვლის. მათხოვრის ბუნება, ვიზა ლიბერალიზაცია, საშოპინგოთ ახარ წამოსასვლელი და ვაიმე არ გაგირთულდეს ვიზის აღება. დედა ეს რა რუსული მთავრობა გვყავს ის რო ატეხეს რომ ვიზას წადი ბიძია, თქვენი ქვეყანა ყავის დალევა რო გიყვარს იმაში რა ქვია პარიზში და ოტკის დალევა რო არ გიყვარს ჩელიაბინსკში. აი ეს კატეგორია არის განსაკუთრებულად ჩავარდნილი. კრუნჩხვაში რომ ვიზა ლიბერალიზაცია, ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გაგთხარონ სიგანეზე და უნდა ამოგაპანღურონ და უნდა გაგყარონ მაგ კატეგორია ხალხი პირველ რიგში საქართველოში. მეორე რიგში უკვე დანარჩენები, რომლებსაც დარდი არა აქვს. სადაც გაძღა ის რო სამშობლო გონია. არა, იმ ხალხის მესმის, ვინც იბრძოლა და შედეგს ვერ მიაღწია და უამრავი არის აქ. ეროვნული ხელისუფლების დამხობიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იბრძოლეს, იომეს, დაიღალენ, გაუნადგურდათ ოჯახები ამ სისტემამ და თავბრალოდ აზრი აღარ ქონდა იმათი მესმის. მაგრამ იმათ როგორც კი მიეცემათ საშუალება სამშობლოში რაღაცის გასაკეთებლად იმ წუთში დაბრუნდებიან. ამას თქმა არავისი არ ჭირდება და დღე-დაღამე იმით ოცნებობენ, რომ სამშობლოში როგორ დაბრუნდნენ, მაგრამ აი ამ კატეგორია ადამიანებს პირველ რიგში უნდა მოგარტყან პანჩური და აკყარონ უკან. სადაც გაძეხით სამშობლოს რო იგონია. ტრაკი რო დაბანეთ ვიღაცა ევროპელს და ევროპელი რო გონია თავი. და თქვენთან საქართველოში ასე რო ლაპარაკობ.
სირების. მე ემიგრანტი ვარ, იზარი. ემიგრანტი ხარ, ბებია შენსა, თუ ჩემი გულზა ხარ, ახლა ემიგრანტი. შენ ოჯახს არ შენ და მე მამადლი თავს. და აქ რო დარბი ხართ იმაში, რა ქვია? არა, ჯო მესმის, რომ დებილი არის ადამიანი. მესმის, ჩამოყალიბებული დებილი რო არის ადამიანი და ზომბირებული რო არის ან ნაცია და ან ქოცია, ეს მესმის, მაგრამ შენი ქვეყნიდან რო წამოხვედი, გამოიქეცი. შენი ქვეყანა გაცხოვრებს დაბერდი, ბიჭო, უკვე ადრე შვილის გადასარჩენად თუ მიდიოდი, რო ფული გამოგიზავნა, ახლა შვილსაც რო ამ ევროპიდან ზრდი. და კიდევ უცხოელს რო ტრაქს ბან. და არჩევნები რო მოდის. და აბა ვის მივცეთ ხმა? აქაური ემიგრაცია ჩვენ ხელისუფლებას, ბარსელონის ემიგრაცია აძლევს ქართულ ოცნებას ხმას, იქ ათენის ემიგრაცია ქართულ ოცნებას, იქ იმისი რა ქვია, საფრანგეთის რენის ემიგრაცია დარბის და 5 ევროს დებენ იმას სიმბოლურად რომ ჩავიდნენ და ხმა მიცენ იმაში რა ქვია, პარიზში რამენაირად ნიკუტა გვარამიას. ასე დებილებს რა უნდა ეშველოს. ასია. არ გიყვართ თქვენ სამშობლო. არ გადარდებთ, არ გაინტერესებთ. გაინტერესებთ თქვენი კუჭი. ვისაც გეხებათ, ვინც ახლა შემოხვალთ და ტაშს დამიკრავთ კიდო და დამიწყებთ. ბიზნეს რო ეს ასე არ ექნა, აბა ომი იქნებოდა, აბა ეს რა? ომი იქნებოდა თუ არა მე და ჩვენ და გაჭირვებულ ადამიანს ვის რას წაართმევდნენ? წაართმევდნენ მაგათ. ყველაფერი წაგართვეს. 9 აპრილიც გაგიბანძეს. დედაენის დღეს გაგიბანძეს. ყველაფერი გაგიბანძეს. ყველაფერში სულში ჩააფურთხეს ამ ერს. არა. დიდი ქართველი, ეს როგორ თქვი, როგორ გაბედე, შენ როგორ ამბობ რომ თქვი სიმართლე წერეთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ ის იყო პუტჩისტი, პირწავარნილი შევარდნაძისტი საპატრიარქოსთან და კრიმინალებთან და ჯაბაიოსელიანის კრიმინალებთან ერთად და იმასთან რა ქვია შევარდნაძესთან ერთად და სხვა პუტჩისტ მოღალატეებთან ერთად მონაწილეობდა ჩემი ერის დამხობაში. რა არის ახლა ამაში ტყუილი? არ გჯერათ? აი ბატონო. ქონდა ერთი მაგის ფოტო მტკიცებულებაც. ხა იმაზე დეტალებზე არაა ლაპარაკი, მაგრამ ამ ხალხს თვალში თუ არ ჩათხარე, აი საქართველოს დამხობის შემდეგ, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, აგერ ილია მეორე, აგერ შევარდნაძე, აგერ წერეთელი, აგერ იოსელიანი, აგერ ჭანტურია უნდა იყოს ეს თუ არ მეშლება. როგორ ბედნიერად არიან და ხარხარებენ და ტყვარცალები. თამრო ჩემო კარგო, მე არ გეუბნები რომ შენ პირადად არ გიყვარ შენი სამშობლო. ადამიანები, რომლებიც თვალს ხუჭავენ მისი ერის განადგურებაზე, მისი ერის დეგრადირებაზე და მისი ერის გადაშენებაზე და იძახიან, რომ სწორია ეს პოლიტიკა და ამ გზით უნდა ვიარო, იმათ არ უყვართ მისი ქვეყანა. იმათ უყვართ იმ ტყუილში ცხოვრება. ეგა. გამარჯობა შენი, რამდენის გინდა ბანკებიდან დაქცეულმა ხალხმა ხაზარაძეს რამდენმა მიცა ისა, ხმა? რამდენის გინდა იმდენი? ამიტომ არ იმსახურებს ეს მასა და ქოციც გექცევათ ისე, როგორც იმსახურებთ. აი მასას, ყველას. მეც მათ შორის, იმიტომ არ აქ. მე ასე ვიმსახურებ, იმიტომ რომ ას ქვია შენ კაკოია თაბაგარზე და არქიფოსეთურზე რამე თქვი. ია ასე არიზია. ასე რომ ელოდეთ კიდე ახალ ნაკადებს, ვინცაც ექნება იმის ვიზა, რა ქვია, ემირატების ვიზა, რომლებიც ჩამოვლიან და ხელახლა დაგისახლდებიან და მოგიჯდებიან გვერდით და მე ისინი გვარს გადაიკეთებენ ალბათ და ხლა ნაკლებ გვარებს კი არ აიღებენ, კაცო, წერეთლები იქნებიან, ჭავჭავაძეები იქნებიან, ზოგი შეიძლება ბაგრატიონი გაგიხდეთ და მე საქსტატი მოვა და აღწერს, რომ ვიღაცა ეთნიკურად ჩინელი არის ვიღაცა დავით ბაგრატიონი ჩაწერს ეროვნება 21 საუკუნეში რა ეროვნებაზე არის ხალხო ლაპარაკი რომელ ეროვნებაზე არის ჩამორჩენილობის ნიშანია ამას გვეუბნებოდა ქალბატონი სალომე ამას გვეუბნებოდა მიშა ამას გვეუბნება ბიძინა ავიცი აბა ამათ რო არ ეთქვათ ეს ვერ აღადგენდნენ
გერბის დასატანად პასპორტების გამოსვლაზე მზად არიან და ეროვნების დასატანად არ არიან? ასია ბაბუ, ასია და ნუხად წუწუნებთ მაინც. და თუ ვინმე შეაგინებს ამათ დალაგებულს, იმას მაინც ნუკმენთ. გაჩუნდით რა. ჩემთან მაინც გაჩუნდით. წად ნუსმენთ. იქნება კაცო რაც ხა იქნება ან არაბული ან ავღანული გვარი და რაღაცა იქნება. მოკლედ, აი ეს მდგომარეობა არის. ახლა გააგრძელეთ იმის მოსმენა, საერთოდ ეს შევარდნაძე რატო არის ცოცხალი და შევარდნაძისეული სისტემა რატო არის ცოცხალი. შევარდნაძეს ჩვეოდა ეს სცენარების დადგმა. აი იგივე დედაენის დღესთან დაკავშირებით ის ალიაქოთი რაც ატყდა საქართველოში, ეს იყო სუფთა შევარდნაძისეული დადგმული პროექტი, რითაც გამოიწვია ქართული საზოგადოება იმისთვის და მე თვითონ ჩადგა სათავეში, რომ თვითონ შევარდნაძემ ამდენი რაღაცა გააკეთა საქართველოსთვის, ხო? რომ ენა დაუბრუნა თუ რა. ისევე როგორც გამდა ამ სცენარებს, ხო, იქ მუხროვანის ამბოხის დროს რომ მივიდა და თვითონ აი ესეთი მაგარი არის შევარდნაძე. აი ეს სტილი მუშაობს საქართველოში, სანახაობრივი ხალხი ვართ. დაჯექით ახლა და უყურეთ ამ ყველაფერს, რომ ქვეყანა თავზე გექცევათ, ახლა იჭორავეთ ღარიბაშვილი. პოლიტიკაში მოვიდა თუ ღარიბაშვილი პოლიტიკოსი. მე არ მომისმენია და თქვა ერთი მადლობა ბატონო ბიზინაო ამ ბრიფინგზე. არაუშავს თამარ პაკისტანელი თუ არ ემონტებს. მე რა მოხდა? ასია ეს ევროპული სტანდარტია. მაგრამ ევროპულ სტანდარტში რა არის? იცი ჩემო კარგებო? ფრანგი, ჰოლანდიელი, გერმანელი, თუნდაც იტალიელი, ბელგიელი, მდიდარი ქვეყნების შვილები, სადაც ეს ემიგრაცია არის, რომელიც შავ საქმეს ასრულებს, იმიტომ ასრულებს, რომ ისი არის ადგილობრივი მოსახლეობა გამდიდრებული, ისინი შავ სამუშაოზე ხელს არ ისვრიან. მათ ინტელექტუალური სამუშაო აქვთ. და საქართველოში უცხოელი იმიტომ მუშაობს უკვე, რომ ქართველი აღარ დარჩა. ვინცა საქართველოში ქართველი დარჩენილი, კარგად კი არ ცხოვრობს. მე სადღა გავიქცეო იმას ფიქრობს. ბევრჯერ თქვა. პატარა გულზე მე მეშვა ხალხო. პატარა გულზე მაგი თუ თქვა ახლა მადლობა ბატონ ბიზნას თქვა. იმიტომ რომ ეს ბიზნას კაი მოსწავლია, ხო და თავისი ლეკვია რა და საერთოდ ეს სისტემა საერთოდ ასე მუშაობს, ანუ სახელისუფლებო ინტრიგები, რომ ახლა შეიქმნას ის, რომ კობახიძე და კობახიძის კადრები, ღარიბაშვილის კადრები, ამის კადრები, აი ბიძინა ის ყველა დროში იყო ეს ინტრიგანობა, ყველა ეს სახელმწიფო სამსახურში ინტრიგები და ახლა შეიძლება ჩვენ ღარიბაშვილი კაი მოსწავლე რო არის ბიზნესი, ერთხელ ქეგამევიდა და პრემიერ-მინისტრობიდან ყველა 10 წლიანი გეგმები ქონდა და ყველაფერი შევასრულეო და გადავდექიო, უცებ თქვა, მეორე დღეს თქვა გადავდექიო და წევით. მე როცა დაჭირდათ ისევე მობრუნდა. თავდაცვის მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა ისევე გადადგა. ახლა აღარ მიდის პოლიტიკაში, ახალგაზრდა კაცია, ამხელა ავტორიტეტით, ამხელა სახელით, ამხელა იმით ამ სოციუმში გავლენებით, ახლა აღარ მინდაო პოლიტიკა, სახში მინდაო წასვლაო. ამახსენდება იცი ბიზნა რომ მევიდა და უცებ რო გადადგა. მერე კიდო რომ მობრუნდა. მერე რო კიდო გადადგა და ასე რო თქვა, რომ აღაზეო ანუ თუ ერაფერი გავაკეთეო, აცი რატო უნდა მოუბრუნდეო და თუ გავაკეთე და ყველაფერიო შესრულებული მაქო, აცი ქე უნდა წევიდე პოლიტიკიდანო და მერე აგე რო დაჭირდა არჩევნებს კიდო მობრუნდა პოლიტიკაში. ასე საღაციდან როცა ნავტალინიდან კიდო ამეიღებენ. აი სხვენია ახლა ამის რო გადააფურთხო, არალოკავენ და არ იმასი ზამენ, გადავა ახლა იგი და როცა დაჭირდება სამშობლოს, როგორც აი მაშინ რო გამოჩდება ვიღაცა გმირი, აი ესე გამოჩდება მე ერთ დღეს ისევე ბატონი ღარიბა, როგორც გოთემის მშველელი ბეტმენი და ხუმენი. ცირკს უყურეთ ახლა და იყავით და სამშობლო დეგ კარგა, დეგ ვექცა. ამ ერთს ჩემოძმაო როდის ეშველება, იცი? ბევრი მწერს ეგეთ რაღაცას, რომ დედავატირეო, ალასანიასიო. მაგრამ აი სიტყვები რო თქვაო.
და ის ბინძურეებიც რა თქვა, ძალიან ბევრიო იმსახურებდა. აგერ ახლა რაშია საქმე იცი, ისია მოწამლული ხალხია. აი რა დავითა ერთი აზნაურიშვილი კაი ქართველია და გამოსახლებების წინააღმდეგ იბრძვის. გუშინ წინ მოხდა ამნაირი ფაქტი. და დაბინავების საკითხებზე. იყო მასა მისული და 6 ადამიანის დაბინავებასო მოახდენთო, დანარჩენისო მერეო ეტაპობრივად. მიცეს ამ 6 ადამიანს გაუფორმეს შესახლების და იმის ამბავი და დანარჩენსაცო ნელ-ნელაო გაგიფორმებო. დანარჩენები მოატყუეს. გამართა ისევე ამ მოტყუებულმა ხალხმა აქცია. გამართა. და ის 6 ადამიანი ვინც მიიღო ბინა მანამდე აქციაზე აღარ მოვიდა. იმიტომ იმათ თვითონ მოიგვარა მისი პრობლემა. აი ასეთი არის დიდი ასოებით ხალხი საქართველოში. აი ესეთი ხალხის შედეგად ეფელი კაი არ იქნება ქვეყანაში. ვინცაა დარჩენილი 1-2% ის თუ მეიყრის თავსო თუ უშველის ქვეყანას ამის თუ არა, ასე გაგრძელდება ყველაფერი. წარე სიმართლე ჯობია თბილ ტყუილს. ახლა კი გემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ. მაღალმა ღმერთმა ომი ხო არა? მადლობა უთხარით ბატონ ბიზნას და აბა ყველაფერი კარგად იქნება. იბერია გავწყინდება 2030 წელს აყვავდებით და ასე ახდება ქართული ოცნება. ვაი მე და ვისაც ამის ჯერა კიდევ არა და რამდენს ჯერა. ჩემო უბედურო სამშობლო. კარგად გზამდებოდეთ.